ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითქმის 400.000 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობა ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითხოვს. კონკრეტულად რის გაკეთება უნდა მოსახლეობას და მოხერხდება თუ არასრულად რაიონში არსებული პრობლემის მოგვარება ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. გზაზე ბეტონის საფარის დაგება, კულტურის სახლის რეაბილიტაცია და წყლის მილების გამოცვლა. ამ პრობლემების მოგვარებას ბობოყვათის მოსახლეობა 2015 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ითხოვს. ადგილობრივების თქმით, გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საკმარისი არ არის. სოფლის რწმუნებული იმედს გამოთქვამს, რომ პროგრამა გაგრძელდება და პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებენ. ბუნებრივი გაზი გვინდა რომ გქონდეს. ეს ერთი და მეორე გვინდა რომ ბეტონი დაისხას ახლა ჩემ გზაზე მინდა აქანე ძალიან ცუდი ამოსავალი გვაქვს ია მოგზანდის და დაინახეთ ბეტონი მინდა დაისხას და სათავეში წყალის გაყვანილობა გასაკეთებელი იქანე ფილტრებია დასაყენებელი რომ ეს ფილტრები დაიყენოს რომ სუფთა წყალი მოვიდეს ჩვენთან და სუფთა წყალი მივიღოთ ადამიანებმა გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა ჩვენთანაც მოდიან აქ ადგილზე ჩვენაც გავდივართ რა თქმა უნდა მათი მნიშვნელოვანი არის მათი აზრი. კულტურის სახლი არის ჩვენი სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენობა. კულტურული ცენტრი ეს აუცილებელი არის სოფლისთვის. არის სოფლის მოსახლეობისგანაც მოთხოვნა რომ იქნას კულტურის სახლი მოწესრიგებული. სოფელ ბობოყვათის მსგავსად პრიორიტეტები სხვა სოფლებშიც მოსახლეობამ სოფლის კრებებზე განსაზღვრა. სოფლის მცხოვრებლებს ძირითადად გარე განათების მოწესრიგება, მოსაცდელებისა და გზების შეკეთება სურთ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებრივ აირსაც ითხოვდა, თუმცა თანხების სიმცირის გამო გაზიფიცირებაზე უარი უთხრეს. ჩატარდა სოფლის კრებები, დააყენეს იქ სოფლის მოსახლეობამ პრიორიტეტული, თქვათ, ღონისძიებები, რაც სჭირდებათ სოფელს. ჩვენს მიერ, ჩვენი სამსახურის მიერ ეს იქნა განხილული, გადაგზავნილი იქნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რაზეც თანხმობა მივიღეთ უკვე რამოდენიმე დღეა. ძირითადი პრიორიტეტი მაინც სოფლის შიგა სასოფლო გზების დაბეტონება არის ასევე წყლის მილების შეცვლაზე ნაწილი თანხისა გამოყოფილი და სხვა წვრილმანი ღონისძიებები კიდე რომელიც სოფლის მოთხოვნით ჩაისვა ამ პროგრამაში. სოფლის მხარდაჭერის პროგრამას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2009 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტს 1.399.000 ლარი აქვს გამოყოფილი, რაც ყველა სოფელზე გადანაწილდა. პროგრამით დაგეგმილი სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.